yourself a merry little Christmas. Let your heart be light. From now on, our troubles will be out of sight. დიახ, სწორედ კაგებე. კოლავ გვითვალთვალებს. კიდევ კარგი მხოლოდ აქ კაფეში. თორე ხო წარმოგიდგენიათ რას მიზავრე. თანაც იმედია არა მარტო მე. ამ პრინციპით ცუდი დღე დაადგებოდა ჩემს საყვარელ ტინტო ბრასაც. არავინ იტყოდა იტალიური კინოს ადამიანი ორკესტრიაო. მოკიდებდნენ ხელს ბატონ ტინტორეტოს და ვეღარასდროს ვნახავდით მის გასაღებს. არადა რა კარგი ფილმია. სხვათა შორის ტინტო ბრასის ერთ-ერთ ფილმს მოთვალთვალე ქვია. ტინტო ბრასის კიტის სალონი ანტიფაშისტური ნაწარმოებია. კალიგულა ანტიტოტალიტარული. აქედან დასკვნა სექსუალური თავისუფლებისთვის ბრძოლა ისტაბლიშმენტის, ცენზურის, ომის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს. თეორია გენიტალიებში ჩასჭიდო ხელი, ჭკუა და სული არსად გაგიქცევა. სხვათა შორის გავიგე, რომ ტინტო ბრასი იტალიურ პარლამენტში იყრის კენჭს პარტიიდან ეროსი და თავისუფლება. მაშასე ძირს კაგები და მსგავსი რაღაცეები. დიდება კამას. იცნობ კამას. კამა ვნებიანი სიყვარულის ღმერთია. ის თუთიყუშზე ზის და ყველგან დაფრინავს. როცა კამა ჭრელი ჩიტი სხვაგან დაფრიალებს, თავს 1000 გვარი სისულელით ვიტვირთავთ ხოლმე. ვიჯერებთ, რომ ვინც ბედნიერია მუდამ, ის არანორმალურია. არადა ბედნიერება მხოლოდ ვნებიან სიყვარულს მოაქვს. თან არა ჩაკლულს და დამალულს, არამედ განხორციელებულს. ისეთი, რომელიც სულს სიხარულით ავსებს. ეროტიკული ფანტაზიები, დაფარული სურვილები. არ მითხრა არ მაქვსო. და რაც არ უნდა იძახო, რომ ასეთი რამეები მარტო მოზარდებს, მეზღვაურებს და დაბერებულ პორნოკრატებს აინტერესებსო. შეხო მაინც იცი, რომ ეს ასე არაა. იმას კი არ გეუბნები, რომ ჭუჭურტანიდან თვალთვალი გახასიათებს მეთქი. უბრალოდ მგონია, რომ როგორც ადამიანს, არაფერი ადამიანური არ გეუცხოვება. ცოდნე ხალხი ამბობს, რომ მთავარი სიყვარულის, ანუ კამას ერთგულებაა. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ერთი გიყვარს თუ მრავალი. როცა ერთი ადამიანი მეორე ადამიანთან, მამაკაცთან ან ქალბატონთან ერთად ცხოვრობს უსიყვარულოდ, ის სოდავს. მაგრამ შენც შემჩნეული გექნება, რომ ვნებიან სიყვარულს ცერად უყურებენ. რატომაც ითვლება, რომ სექსი უხამსობაა და გამწარებით უნდა ვცდილობდეთ მის დამალვას. მერე გვიგვირს, რატომ გტოვებს კამა და მიფრინავს სხვა უფრო გულღია ადამიანებთან. მერე ჭრელი თუთიყუშის ნაცვლად ჩვენ გულში 1000 გვარი სიმახინჯე იბუდებს. გახსოვს რაიხის თეორია. ჩაკლული სექსი დიქტატორებს ბადებს. გვინდა ჩვენ დიქტატორები? მე მგონი არა. მოგწონს კალიგულა? მე არა. ეს ისე რომანტიკული გადახვევა იყო. რომ არ გეგონოს, რომ ეს ქალი რაღაც საშინელებებს მომიწოდებს და გარყვნილების მორევისკენ მიბიზგებსო. რას ბრძანებ? სექსი ხომ ყველას უნდა.
ძალიან წესიერ, ჰალსტუხ წაჭერილ მოქალაქეს, მისი ცხოვრების მარად უკმაყოფილო თანამგზავრს და მათ მიერ ასოციალურად წოდებულ ტიპებსაც. განსხვავება ისაა, რომ ეს უკანასკნელი სექსი ძალიან ხარობენ, პირველებს კი უხამსობად მიაჩნიათ. ისინი სექს გულმოდგინედ მალავენ, ერთმანეთსაც კი უმალავენ. ამიტომ საეჭვო ხარისხის სიამოვნებას იღებენ. მერე მამაკაცი ძვირად ღირებულ საროსკიპოებში დარბის იაფასიან კახბებთან, ქალები კი სუქდებიან და ბერდებიან. ჩემი სტუმარია მხატვარი, დიზაინერი გიორგი ნადირაძე. მოგესალმები. გამარჯობა. მე მაინტერესებს რა მოხდება ქალებმა და კაცებმა რომ როლები გაცვალონ, როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე ინტიმურ ცხოვრებაში. ალბათ სამყაროს დასასრული დადგებოდა ნამდვილად. და რატომ არ შეიძლება ქალებმა იგივე აკეთონ, რასაც კაცები აკეთონ? არა, პრინციპში შეიძლება, რატო არ შეიძლება? უბრალოდ არც ერთი კაცი ამას არ შეეგუება და არ მოეწონება არავის. მაშინ იმაზე თუ ფიქრობენ კაცები, ქალებს მოსწონთ თუ არა მათი ქცევები? ეგ დასაფიქრებელია ნამდვილად, სერიოზულად. იმიტომ რომ ალბათ უფიქრია ყველა კაცი. მაგრამ მაინც თავისას აკეთებს. ეს ინტიმურ ცხოვრებაზე როგორ აისახება? მამაკაცის ცხოვრებაში ყოველთვის განსაზღვრავს ქალი პირველად ყველაფერს და მერე არის უკვე კაცი. ანუ ინიციატორი და ინტუიცია ქალს უფრო განვითარებულია, ხო? აქედან გამომდინარე ქალმა უფრო იცის ლავირების საშუალებები და მამაკაც კი გონია რომ თვითონ არის. თავარი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უფრო ქალია. ქალი იმ დროს არის ჭკვიანი, როცა მამაკაც აგრძნობინებს, რომ ის არის პირველი. რა თქმა უნდა. და მამაკაცი ამ დროს ძალიან ამაყად ამბობს, რომ მე ვარ მართველი. რა თქმა უნდა, ეგორს რომ მოფხანს, ჩვეულებრივი ამბავია. ეს ყველა კაცმა იცის, რომ მეორეა. ყველა კაცმა ეჭვმეპარება, რომ იცოდეს მით უმეტეს საქართველოში, რომ ეს ეგრეა, მაგრამ ნუ მაინც არ უწყდებიან საკუთარ თავს. მით უმეტეს საქართველოში რატო? საქართველოში იმიტომ რომ მასკულინური ქვეყანაა მაინც. ანუ აქ კაცობას სხვა განსაზღვრებები აქვს, ანუ ვიდრე თქვათ ევროპაში ან სადმე ახლა. აი მაგალითად რომ წარმოიდგინო რომ სახლში მოდის ქალი, საღამოს, თრალი და ხდება მამაკაცი წინსაფარში და ჭურჭლის იმასთან, მანქანასთან, ან ონკანთან. და რატომ არ შეიძლება რომ იყოს ესე ვთქვათ, ქალს გაუმართლა და ქალი მუშაობს? ხო, რა თქმა უნდა შეიძლება და დღესდღეობით ეგრეც ხდება. ანუ ბევრი ქალი ინახავს ოჯახს, მაგრამ მაინც სადავეები მამაკაცებს უფრო აქვთ ხელში ჩაჭერილი, იმიტომ რომ წინსაქმეთ ხელში, რა თქმა უნდა. როგორც ქალი მანიპულირებს სამზარეულოდან, ისე ალბათ კაციც ამას არავინ არ გამოუტყდება თავის საკუთარ მეგობარს. აი მივედით რატომაც საქართველოში და ქართულ მამაკაცს რატომაც აი წარმოუდგენელია მსგავსი რამე, იმიტომ რომ ძალიან განსაზღვრავს საზოგადოების აზრი, ხო? რას ნიშნავს ეს საზოგადოების რაღაცა აზრი? ეს არის სტერეოტიპები საზოგადოების, რომ ქართულ კაცს მაგალითად არ შეიძლება ცოლმა გაუკეთოს მინეტი. ან პირიქით მოხდეს. ეს სირცხვილად. ეს სირცხვილად ითვლება. ამიტომაც დადიან ალბათ. ხო, ამიტომაც დადიან. ანუ თავის დასამკვიდრებლად ჭირდებათ სხვა მეგობარი ან რაღაცა და თან ეს პლუსად ითვლება. არა მარტო კაცისთვის, ანუ მისი მეუღლისთვისაც პლუსად ითვლება, რომ ის ქმარს ყავს საყვარელი მაგალითად. და რა მოხდება პირიქით რომ მოხდეს? ანუ კაცი უბრალოდ გამოშტერდეს. ქალმა კი განზეეძებოს პარტნიორები. მე რატომაც არა. მე გამთენიისას ეს ქალი სახლში მთვრალი უნდა დაბრუნდეს, ქმარს დედაშვილურად შუბლზე უნდა აკოცოს, და ტკბილად დაიძინოს. კაცი კი დარჩეს განუხორციელებელი ფანტაზიების ამარა. ან კიდევ უკეთესი, ამ ჩვენმა ქალმა გაგანია სექსის დროს რომ დაიძინოს. ან კაცზე, ან მის ქვემოთ. ოღონ დაიძინოს ომახიანად თავისი ხრუინვით. რატომ გაგიკვირდა ყმაწვილო? არასდროს აგიძინია? თუ შენზე არავის დაუძინია, ჩემო ქალბატონო. თუ კაცებისთვის შეიძლება და ქალებისთვის არა. ვითომ რატომ? მაგრამ ისევ ჩვენ წესიერ ცოლ-ქმარს დაუბრუნდეთ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ სიყვარულს სოციალური სტატუსი, კეთილდღეობა და 1000 გვარი ფორმალობა სჯობს. მე
მე კი მგონია, რომ უსიყვარულო სექსსა და უსურვილოდ გაუპატიურებას შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს. აი რა წერია 60-იან წლებში საბჭოთა კავშირში გამოცემულ საოჯახო წიგნში. უნდა გახსოვდეთ, რომ მეუღლის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. მოამზადეთ ბავშვები, დაბანეთ პირი, დავარცხნეთ და სუფთა, ლამაზი ტანსაცმელი ჩააცვით. ისინი მწკრივში უნდა ჩადგნენ და ისე მიესალმონ მამას, როდესაც ის სახლში შემოვა. ასეთი შემთხვევისთვის გაიკეთეთ სუფთა წინსაფარი და შეეცადეთ თავი გაილამაზოთ, მაგალითად ბაფთით. მეუღლესთან საუბარს ნუ გამართავთ. გახსოვდეთ, რომ ის ძალიან დაღლილია და რაზე უწევს წასვლა თქვენი გულისთვის, ყოველდღიურად. ჩუმად აჭამეთ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაზეთის კითხვას მოამთავრებს, შეგიძლიათ სცადოთ მასთან დალაპარაკება. აქვე რჩევები მამაკაცებს. მეუღლეს ინტიმური აქტის დასრულების შემდეგ უნდა დართოთ ნება, გავიდეს სააბაზანოში. თან ნუ გაჰყვებით, მიეცით მარტო დარჩენის საშუალება. შესაძლოა მას ტირილით გულის მოახება მოუნდეს. წარმოგიდგენიათ ამ წყვილის სექსი. ექსტაზის ნაცვლად ასეთი კავშირი მხოლოდ იმედის გაცრუებას მოგიტანს. თურმე სიყვარულის ღმერთი კამა ასე სჯის მოღალატეებს. ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ორმა ადამიანმა ერთმანეთი უცები პოვოს. აი ასე, კამამ ჩამოიფრინა, ორი ადამიანი ერთმანეთს შეეჩეხა, დიდხანს უყვარდათ ერთმანეთი, ბედნიერად ცხოვრობდნენ და მერე ერთ ჩვენიერ დღეს დაიხოცნენ. ესეთი რამ მხოლოდ წიგნებში ხდება. სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. არის გადარევა, რომელსაც გამოუცდელი მდედრი და მამრი სიყვარულს უწოდებს. მერე ყველაფერი მთავრდება. თუ ძალიან გაგიმართლა ერთ ბაშად, თუ არ და დიდი ხნის განმავლობაში ტანჯავენ ერთმანეთს და მშვენიერი სიზმარი კოშმარად გადაიქცევა. Sunrise and the snow. ჩემი სტუმარია წერალი ქალი, ლიტერატურული პრემიის საბას ლაურეატი ანა კორძეია-სამადაშვილი. მოგესალმები ანა. გამარჯობა შარი. ანა ალბათ ყველაზე სკანდალური ქართველი მწერალი ქალია. მის ლიტერატურას ქართული საზოგადოების ნაწილმა უცნაური განაჩენი გამოუტანა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა რომ დამბადეთ. მე მაინტერესებს რა მოხდებოდა ქალები რომ ისევე მოექცნენ მამაკაცებს, როგორც კაცები ექცევიან ქალებს. თუ ვიტყვით გულწრფელად სპეციალურად თვალსადავჭერთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტორზე არ დარჩება. ეს რა თქმა უნდა უნდობის დონეზე. მე ვფიქრობ, მეორე მხრივ კაცები და ქალები და მამაკაცები თანაბარი წარმატებით ხვდნენ და ჭამენ ერთმანეთს. უბრალოდ ზოგიერთის მხრიდან ეს არის ცოტა უფრო უხეში ფორმა და ძალიან თვალშისაცემი. მეორენი კი ცდილობენ ეს ცოტათი შეპარვით და ლამაზად გააკეთონ. ეს ხო სრულიად საოცარი ამბავია, როდესაც ქალები მუდამ ცდილობენ გააკეთონ ყველაფერი ლამაზად. შეგიმჩნევია შორიდან რას აკეთებენ მამაკაცები, როდესაც არ უნდათ რომ ქალი გაბრაზებული იყოს, მოექცეს მათ სწორედ ისე, როგორც მათ მიაჩნიათ, რომ ქალებს უნდა. პირველი კომენტარი არის ასეთი: სარკეში ჩაიხედე გოგო, რას გავხარ? ანუ, როდესაც ყვირი ხარ ძალიან მახინჯი, როდესაც ბრაზობ ხარ ძალიან უშნო, შესაბამისად იმ არაჩვეულებრივ კაცს ხო შეიძლება აღარ მოეწონ. რას გავხარ არის შესანიშნავი სიტყვაც შეთანხმება. წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ უცებ გაგვიბრაზდა კაცი ძალიან და ჩვენ ვეუბნებთ, ბიჭო, სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ? ჩვენ აღარასოდეს ჩავიხედოთ სარკეში, რომ დაახლოებით წარმოვიდგინოთ. მაგრამ ეს კვლავ ნახევრად ხუმრობით. იცი სიმართლე რომ გითხრა, ძალიან გამიხარდა, როდესაც დამპატიჟე, თუნდაც იმის გამო, რომ გარკვეულწილად აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ძალიან განსხვავდებით, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ძალიან განსხვავდებით და საერთოდ უცხოპლანეტელმა რომ მოგვიტაცოს ვერ დაადგენს ადამიანის მდედრი როგორია, აღმოჩნდა, რომ ერთგვარად ერთ ბედქვეშ ვართ მე და შენ ჩამოშვენიერო შორები. იმის ფონზე, რომ მრავალი მოთხრობა მაქვს დაწერილი პირველი პირით, უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი გადამხდენია მე. ეს ხომ თეორიულადაც შეუძლებელია. იმის ფონზე, რომ წერ
ადამიანების შესახებ, მამაკაცების და ქალების და მამაკაცების და მსგავსთა შესახებ უცებ გადაწყდა, რომ რატომღაც ჩემი ლიტერატურა არის ეროტიკული. თუ ვინმე მოახერხებს და ერთ პატარა ეროტიკულ პასაჟს მაინც იპოვის, მე და მადლობელი დარჩები. და სწორედ იგივე დამოკიდებულება აღმოჩნდა გადაცემის მიმართ, რომელსაც ქვია ღამე შორენასთან, იმიტომ რომ გადაწყდა, რომ მსახიობი, რომელიც ასრულებს რაღაც როლს, სინამდვილეში სწორედ ეს არის. ძალიან საინტერესოა, ოდესმე კანიბალი რო ითამაშო ჩემო შორენა, გადაწყდება, რომ ქუჩაში ადამიანებს ეს ძალიან შთამბეჭდავი ამბავი იქნება თავის თავად ცხადია და მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთ არაჩვეულებრივ გოგონასთან მოხდი სტუმრად. ბოდიში რო გოგონას გიწოდებ, უბრალოდ უფლება მაქვს ცოტათი. და შეიძლება დანარჩენს ძალიან საინტერესოა, რომ ამჯერად სწორედ აღმოჩნდით დაწესებულებაში, რომელსაც ქვია KGB. KGB კვლავ KGB კვლავ ვითვალთვალებს შესანიშნავად ჟღერს. და აქ არის სწორედ ჩვენი თემის გაგრძელებისათვის მე მგონი საკმაოდ საინტერესო პატარა პლაკატი, სადაც წერია, რომ მუშა ქალებო, დამკვრელებო. მე ვფიქრობ, რომ შენი თაობა ჩემოშორენა უკვე ვეღარც კი ხდება რაზეა ლაპარაკი. გაამაგრეთ დამკვრელური ბრიგადები, დაეუფლეთ ტექნიკას და გაზარდეთ პროლეტარული სპეციალისტების კადრები. ეს არის კვლავ შესანიშნავი შემთხვევა, როდესაც ითვლებოდა, რომ ქალს უნდა ეტვირთა იგივე ფუნქციები, რაც ჰქონდა მამაკაცს. ოღონდ საზოგადოება მას მაინც ისე შეხედავდა, როგორც ქალს, რომელსაც და ყოველთვის მამაკაცს წამოწევდნენ წინ. აუცილებლად თავისთავად ცხადი. ანუ მე ვფიქრობ, რომ ამგვარმა დამოკიდებულებამ ქალების მიმართ, რომ ქალი მამაკაცის ტოლია, მოიტანა ცოტათი უამბავი. ამ შემთხვევაში ითვლებოდა, რომ ქალს ეკისრება ზუსტად იგივე მოვალეობა, რაც მამაკაცებს. იგივე პასუხისგებლობა. ოღონდ თავისი მოვალეობას უნდა შეასრულოს. ანუ ის უნდა იყოს დამკვრელი მუშა, მისი სახკარი უნდა ბზინავდეს, ბრჭყვიალებდეს და სხვა და სხვა. ის უნდა იყოს საშინლად ლამაზი, თავბრუ დამხვევად გამოწყობილი, მოუწესრიგებელი. მისი შვილები უნდა იყვნენ, მათი სახელი ლეგიონი უნდა იყოს, უამრავი ბავშვი უნდა გააჩინოს, იმიტომ რომ ჭეშმარიტი ქალი ხო საშინლად ბევრ ბავშვებს აჩენს. ყველაფერი ამის ფონზე უნდა ყოფილიყო ისეთი ქალი, რომ მის მამაკაც განზე გახედვის სურვილიც არ ქონდა, არამც თუ სხვა ქალთან ბოროტის რახვებით წასვლის არა. ოღონდ ეს ყველაფერი როდის უნდა მოეხერხებინა საწყალ ქალთან ცოტა ძნელი. და მოდით წარმოვიდგინოთ სხვა რამ დავავალოთ იგივე მამაკაცებს. რა გადასარევია, ის ძალიან დაღლილი მოვიდა სახში და გამოუცვალე ქალთებში, არა? რა მოხდება რომ უთხრათ, რომ იცი მე ძალიან დაღლილი მოვედი სახში საყვარელ. ძალიან დაღლილი ვარ. მე ვფიქრობ, რომ ორი ადამიანი, როდესაც თანაბარი არ არის, მოვალეობაში, პასუხისგებლობაში არ არის თანაბარი ერთმანეთის სიყვარულში, ერთმანეთის მიმართ დანდობასა თუ იგივე სიძულვილში შეიძლება ესეც მოსწონთ. არაფერი არ გამოუვათ და აქ უკვე მნიშვნელობა ალბათ არ აქვს. ქალია თუ მამაკაცი. გაგიხარდება კაცი, რომელიც შენი თანასწორი არ იქნება. პატარა ჩვარი სახლში გინდა. მაშინ მამაკაცებს რატომ აქვთ უფლება წავიდეს სხვა ქალთან და იცვალოს პარტნიორები? ქალს ხო ამის უფლება არ აქვს და ეს მამაკაცებს გონიათ ასე. ეს არა საკვირველი. უბრალოდ რამდენიმე ხნის წინათ წავიკითხე შესანიშნავი წიგნი. შესანიშნავი, რომლის ავტორის ვინაობაც სამწუხაროდ საქართველოში სრულიად უცნობია, წიგნს ერქვა ასულთა ქვეყანა. ეს არის ამბავი, ხალი არის ჩემი თანატოლი, შესაბამისად მოქმედება არ ხდება გასული საუკუნის 20-იან წლებში. ეს არის ამბავი იმისა, როგორ არსებობს რამდენიმე სოფელი ჩინეთის და ტიბეტის სასაზღვრო ზოლზე, ძალიან დიდ არეალში, როგორც ყველაფერი შორეულ ჰიმალაებში, სადაც არის მატრიარქატი. მარტივი მიზეზის გამო, უბრალოდ ასე ჯობია. რა თქმა უნდა, ალბათ სადღაც ისევ KGB-ს გავლენით უნდა ვთქვა, ალბათ მაინც მარქსისტი ვარ და სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ყოფიერება განაპირობებს, როგორც ცნობიერება გვექნება, იქ ბევრად უფრო პრაქტიკულია, რომ ქალები იყვნენ ყველაფრის სათავეში. სახლი არის ქალის, სახლს აშენებს ქალი. სახლი დაქონება რჩება ქალიშვილს. და ის მამაკაცები მიდიან და მოდიან. ოღონდ ისინი მოდიან ამ ქალის არჩევანის მიხედვით. როდესაც ამ ქალს უნდა რომ ის კაცი აღარასოდეს აღარ მოვიდეს, ის კარებთან კიდევს პატარა ნიშანს. რომ შენი ფეხი არ ვნახო. და ის არასოდეს აღარ მოვა. არასდროს. და ბავშვებს ყავთ დედები, დეიდები, ბიძიები და არც ერთმა გოგომ არასოდეს არ იცის, ვინ არის მისი ბიოლოგიური მამა. ოღონდ ესენი არიან შესანიშნავი ქალები. ისინი არიან თავდადებული, მშრომელი, არაჩვეულებრივად მომღერალი, დიდი იუმორის მქონე და სხვა და სხვა. და მათი ბიჭები არიან ყველაზე მხიარული, მშრომელი, თავდადებული, თავგადადებული და სხვა და სხვა. ეს ყველაფერი როგორ აისახება ინტიმურ ცხოვრებაზე? რაც შეეხება ასულთა ქვეყანას, იქ არ იყო არც პირველი, არც მეორე. იქ იყო ორი ადამიანი, მამაკაცი და ქალი.
ბედნიერად მიდიოდნენ ერთად. მე ვფიქრობ, რომ რაც ხდება ყოფაში, ზუსტად ის ხდება ორ ადამიანს შორის მასში, როდესაც მათ გონიათ, რომ მარტონი არიან. არაფერი არ იცვლება. და ალბათ ძალიან ტრაგიკულია, როდესაც მათ გონიათ, რომ რაღაცა არის სწორი და რაღაცა არასწორი, რომ რაღაცაზე მოდით უწოდოთ ამ რაღაცა დიდ გავლენას, მარადიულ ცენზურას, კვლავ კაგრებ რა გვენახულება, მაინც აღარ არსებობს, რომ ის აუცილებლად უთვალთვალებს და სადღაც, სადაც ის უნდა დარჩეს მარტო თავის თავთან, ის კვლავ ფიქრობს, რომ ჭუჭუტანიდან არა ტინტო ბრასისეულად, არამედ სერიოზულად იყურება კაგები. და იქაც არის უბედური. და მაშინ ისინი უბედურები არიან. იცი, ელფრიდა იელენექს ჰქონდა გადასარევა და ისინი ერთმანეთს ეკვრიან როგორც ორი საზღარი მწერი და ბოლომდე წოვენ ერთმანეთს სისხლს, იმიტომ რომ არავის არ უნდა რომ მეორეს დაუთმოს, რომ ის უბედურია მასთან, ჭამის დროს, ზილის დროს, დილით, საღამოს, მუდამ უბედურია, ხო არ იტყვის. ურსულა ლე გუინს ჰქონდა ასეთი რომანი, რომელიც თავდავიწყებით მიყვარდა. წყდიადის მარცხენა ხელი. და იქ იყო პლანეტა, გადასარევი პლანეტა, სახელწოდებით ზამთარი. ცოტა კი ციოდა, მაგრამ ცივილიზაცია დიდებული ჰქონდა და სხვადასხვა. პლანეტა ზამთარზე ცხოვრობდა ძალიან განვითარებული ხალხი. მათ ჰქონდათ დიდი კულტურა, მათი პოლიტიკური წყობა იყო ჯინებული. მათ ყავდათ ბრძენები, მათ შესანიშნავი ცივილიზაცია. უბრალოდ ისინი ადამიანები არიან. არ არიან ქალები და მამაკაცები. ისინი ქალი და მამაკაცი ხდებიან მაშინ, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთს პოულობს. ისინი ერთმანეთს პოულობენ და როდესაც ხვდებიან, რომ არიან ერთად, რომ ისინი სწორედ ის არიან, ვისაც ეძებდნენ, მაშინ ისინი ხდებიან ქალი და მამაკაცი. ხო წარმოგიდგენია, როგორი იქნება მათი სიყვარული, ხო წარმოგიდგენია, როგორი იქნება მათი სექსი, ჩემო შორენა ის, რომ უკვე რაღაცა ხვდაებრები. ისე დღეს რაღაცა ტინტო ბრასისეული გოგო ხარ. კი, დღეს დიდი მადლობა მშვენიერი შორს. Just dancing with every move we make. Midnight and the snow still falling. Each moment graced with you by my side. იმან, რასაც სექსუალურ რევოლუციას უწოდებენ და არა უბრალოდ რევოლუციას, ერთი დიდი სიკეთე, გამოცდილება მოგვიტანა. პარტნიორი შეიძლება მრავალი ყავდეს, სიყვარული კი ერთი. სანამ სიცოცხლე და სიყვარული გიხარია, აკეთე ის, რასაც ჩემთვის ცნობილ სხვა ენებზე სიყვარული დაკავებას უწოდებენ. მხოლოდ ის უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ ვინმეს უბრალოდ აძლევ გოგონი, ეს აღებმიცემობაა და არა სექსი. თუ ვინმეს ხმარობ ყმაწვილო, ეს სიხარულს ნამდვილად არ მოგიტანს. როცა იბუდვ რაგან народа, არც ერთი მხარი არ რჩება გაღიმებული. სექსი ხომ ეგზეკუცია არ არის ბოლოს და ბოლოს. All is calm as we watch the fire fade. The end of a perfect day. ხეს მოაუქნევ, ჭრელ, მხიარულ თუთიყურს და მასზე ამხედრებულ კამას. ის იმისთვის მოფრინდა, რომ შენი ცხოვრება დღესასწაულად აქციოს. და თუ ვინმე შენი ზნეობრივი სახე არ მოეწონება, შეუძლია თვალი აგარიდოს. თავარია არ შეგეშინდეს. შეშინებულის არც სექსი ვარგა და მით უმეტეს არც სიყვარული. წარმატებებს გისურვებ. სიყვარულით, შენი შორენა.